დილამშვიდობისა საქართველო დღეს 11 მარტია უყურებთ კურიერს 8 საათზე. ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება დღეს პარლამენტში. დეპუტატები ამჯერად საცალო ქსელების ოპერატორებს მოусმენენ. ფასებთან მიმართებით გააზრებული პოლიტიკის გატარების საჭიროებაზე საუბრობენ პოლიტიკოსები. შეგახსენებთ, კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში 3 თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფას წარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება. ფასები კომისიებით არ მცირდება და ვერ მცირდება. ფასები შემცირდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, ისეთი პოლიტიკის გატარებით, რომელიც არის მრავლის მომცველი, კომპლექსური, გრძელვადიანი და გათვლილი არის ამ ქვეყანაში სოციალური თანასწორობის დანერგვაზე. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა მონაწილეობთ კომისიის მუშაობაში. ვერ ყვევით სიტუაციაში ჩვენც ექნება შეხვედრა საშუალო და მცირე ზომის საცალო ქსელის ოპერატორებთან და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, როგორც მოგეხსენებათ, ისინი არიან ფასწარმოქმნის ჯაჭვში მესამე დამაგვირგვინებელი რგოლი და სწორედ ისინი საზღვრავენ საბოლოო ფასს, რომელსაც ჩვენი მოხმარებელი იხდის საკვე პროდუქტებზე და სწრაფი მოხმარების საგნებზე. ჩვენ გვინდა გავერკვეთ თუ რა ტიპის კომერციული ურთიერთობები არსებობს ჯაჭვში, რეალურად როგორ ხდება ფასის ფორმირდება და რა ტიპის ფასწარმოქმნია, საბოლოო ფასწარმოქმნა არის ამ ჯაჭვში. ბრუსელიდან თბილისში გამოგზავნილ ოფიციალურ წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ ყულევის სპორტის სანქცირებას დაქვემდებარებულ ობიექტების სიაში არ შევა, კიდევ ერთხელ ეხმიანება მართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს ფაქტი ნათლად უჩვენებს, თუ როგორი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს რეალურად საქართველოს მიმართ და რომ ქვეყანა რუსეთს სანქცირების გვერდის ავლაში არასდროს დახმარებია. უმრავლესობაში თვლიან, რომ კონკრეტულმა პირებმა, მათ შორის გერმანიის ელჩმა ევროკომისარ დევიდ ოსალივანისგან მაკა ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილი წერილის შემდეგ განმარტებები უნდა გააკეთონ. ყულევის გარშემო ატეხილი კამპანია და ეს აჟიოტაჟი, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად იყო გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, რაც ჩაიფუშა კიდეც ვაი ქართველები სამწუხაროდ აგრძელებენ შეტევას მათ შორის ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის სოციალურ საკითხებზე და ცდილობენ როგორმე გააუარესონ სოციალურ მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. არავითარი სანქცია არ იქნება დაკისრებული და დაწესებული მარტივად, იმიტომ რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი საზოგადოების და ქართული ხალხის ინტერესებს. ყველაფერს ნათელი მოეფინა და ნახეთ ჩვენ ევროკომისიამ როგორ ამოიღო ეს პაკეტი, ზუსტად სანქცირებული ყულევის თემა და ჩვენ გვაქვს ახლა იგივე კითხვები კვლავ გერმანიის ელჩთან, რომელმაც სულ რაღაც 1 თვის წინ გააკეთა ამაზე განცხადება სანქციებთან დაკავშირებით, რომ არსებობდა მტკიცებულებები და დასაბუთებული მტკიცებულებები, ახლა ველოდებით მის პასუხს ამის შესახებ, თუ რა იყო ეს მტკიცებულება. მსხვილი საინვესტიციო თაღლითობის სქემა გამოავლინა საქართველოს პროკურატურამ. გამოძიების ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქემ ფინანსური პირამიდა შექმნა, სადაც მომხმარებელს სამედიცინო ტექნიკის ვირტუალური ყიდვით სწრაფ მოგებას პირდებოდა. დანაშაულებრივი სქემით ბრალდებული საქართველოს 56 მოქალაქის კუთვნილ თითქმის 400,000 ლარს დაეუფლა. თანხის წარმომავლობის შენიღბის მიზნით მან ფული კრიპტოვალუტაში გადაიტანა. უწყება მძებნილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. რეალურად საინვესტიციო პროექტი წარმოადგენდა ფინანსურ პირამიდას, რომლის მიზანს დიდი რაოდენობით მომხმარებლის მოზიდვა და მათი მხრიდან თანხების თითქოს და ინვესტირება წარმოადგენდა. დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში ბრალდებული მოტყუები დაეუფლა საქართველოს 56 მოქალაქის კუთვნილ 394,853 ლარს, რის შემდგომაც უკანონო დაუფლებული თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადატანის, წარმომავლობის შენიღბის, კრიპტოვალუტად გარდაქმნის და სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციებით ბრალდებულმა მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ისრაელმა ირანის დედაქალაქში დარტყმების მორიგი ტალღა დაიწყო. აფეთქებების ხმა ისმის ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის გარეუბნებშიც. ისრაელის განცხადებით, იერიში, თეირანსა და ქალაქ თავრისში იყო ცენტრალურ სამეთაურო ცენტრებზე, სადაც ირანის ტერორისტული რეჟიმის მებრძოლები იყვნენ განლაგებული. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა. მანამდე ისპაჰანში ერთ-ერთ სახელმწიფო შენობაზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა რუსეთის საკონსულო. არავინ დაშავებულა. ამ დარტყმებზე საპასუხოდ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ომის დაწყებიდან ყველაზე მძიმე და ინტენსიური ოპერაცია დაიწყო.
შედეგად მთელი ღამის განმავლობაში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა იერუსალიმსა და თელ-ავივში. ირანმა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკური წერტილია, ნაღმების განთავსება დაიწყო. პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა სრუტის მახლობლად 16-მდე დანაღმული გემი გაანადგურეს. ოპერაციის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ირანი გააფრთხილა, რომ სრუტეში განთავსებული ნებისმიერი ნაღმი დაუყოვნებლივ უნდა იქნას აღებული. საერთაშორისო მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა ბაღდადში. ერაყელმა სამხედროებმა 5 დრონის განეიტრალება შეძლეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამავე დროს ნავთობის ფასები ხანმოკლე ვარდნის შემდეგ დასტაბილურდა. როიტერის ინფორმაციით, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ნავთობზე ფასების შემცირების მიზნით თავის ისტორიაში ნავთობის რეზერვების ყველაზე მასშტაბური გამოთავისუფლების ინიციატივა წარადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა. ირაკლი კობახიძემ მათ რამადანისა და დამდეგი ბაირამი მიულოცა. სიტყვით გამოსვლის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მუსლიმი თემის როლს ქვეყნის შენების პროცესში და ქართული ისლამი უნიკალურად შეაფასა, სადაც სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ. პრემიერმა ახლო აღმოსავლეთში არსებულ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა და მეგობარ ქვეყნებს მშვიდობა უსურვა. მუსლიმ თემს ულოცავ რამადანის წმინდა თვეს, სულ მალე ისლამური სამყარო რამადან ბაირამს აღნიშნავს. ეს არის ერთიანობის და ძმობის დიდი დღესასწაული, რომელსაც ქართული სახელმწიფო თქვენთან ერთად იზიარებს. ჩვენი სიძლიერე არის იმ ერთობაში, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს, საქართველოში ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს გვაკავშირებს. დღეს რეგიონში მიმდინარეობს ურთულესი მოვლენები და ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლურია ის, რომ საქართველოში სუნიტები და შიიტები ერთადერთ მეჩეთში ლოცულობენ. სწორედ ამით არის ქართული ისლამი უნიკალური და ვფიქრობ, ეს მშვიდობიანი თანაარსებობისა და საყოველთაო თანხმობის ყოველთვის მისაბაძი მაგალითია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა იმას, რომ დღეს არის რთული ვითარება შექმნილი ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ მეგობარ ქვეყნებს მინდა უსურვო მშვიდობის აღდგენა, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ხალხს კონდეს კეთილდღეობა და იყოს სინსვლა და განვითარება, ყველას უსურვებ მშვიდობას. დაწუნებული ვარ, რომ სწორედ კოორდინირებული თანამშრომლობით ერთის მხრივ სახელმწიფო მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს და მეორეს მხრივ თქვენთან თანამშრომლობის საფუძველზე და თქვენ კიდე სახელმწიფოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ის დიდი მიზანი და იდეა, რასაც ქვია, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, დაწუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება. ქართული სახელმწიფო დღეს რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად ვევლინება. ჩვენ სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს. საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ. ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა. სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება. ეროვნულმა ბანკმა კრიპტოაქტივების ბაზრისთვის ახალი რეგულაციები შეიმუშავა. წესების მიზანი ეგრეთ წოდებული სტაბილური ვირტუალური აქტივების გამოშვებისას უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ახალი ჩარჩო სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. მან უნდა დაიცვას მომხმარებელთა უფლებები და ხელი შეუწყოს საქართველოში ციფრული ეკოსისტემის მდგრად განვითარებას. შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების, ეგრეთ წოდებული სტაბილქოინების პირველადი შეთავაზების წესი. სტაბილქოინების გამოშვების სამართლებრივი მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სხვადასხვა კრიპტოაქტივებით ვაჭრობის გამარტივებისთვის, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარებისთვის და სტაბილქოინების მიმართ ნდობის გაზრდისთვის. აღნიშნული წესი ქმნის უსაფრთხო საზედამხედველო ჩარჩოს, რომელიც მიზნად ისახავს პირველ რიგში მომხმარებელთა უფლებების დაცვას. სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას.
ირიგაციის ახალ ტარიფსა და სახელმწიფოს მიერ მისი სუბსიდირების მექანიზმებზე იმსჯელეს კახეთში. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი საგარეჯოელ ფერმერებს შეხვდა. ითქვა, რომ მომავალი სეზონიდან წყლის მიწოდება დამტკიცებული რეჟიმით მოხდება. სტაბილური მორწყვისთვის ფერმერებმა სერვის ცენტრებში განრიგი დროულად უნდა შეათანხმონ. საბჭოს წევრებს გავაცანეთ ძალაში ახლად შესული ტარიფი, რომელიც ამოქმედება მიმდინარე წლის 1 აპრილიდან. შევისწავლეთ თუ როგორ ხვდებიან ისინი 2026 წლის ირიგაციის სეზონს, რა პრობლემები აქვთ, რა მიმართულებას უნდა მიაქციონ ყურადღება, მოვისმენთ მათგან ის წინადადებები რა უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ მათ მიიღონ გამართული სერვისი 2026 წლის ირიგაციის სეზონზე. თანამედროვე სპორტული კომპლექსი ეწყობა სოფელ დიდლილოში. 9000 კვადრატულ მეტრზე UEFA სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, პადელის სივრცე და სარბენი ბილიკები კეთდება. პროექტი სრულად იქნება ადაპტირებული შიშიმო პირებისთვის. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარს აჭარბებს. ახალი სპორტული კომპლექსი მზად 6 თვეში უნდა იყოს. მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მოიცავს საფეხბურთო მოედანს, რომელიც იქნება 2300 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი, ასევე იქნება პადელის მოედანი, სატრენაჟორო სივრცე, სარბენი ბილიკები, ასევე იქნება ფეხბურთელებისთვის გასახდელები და საჯებისთვის დაასვენებელი სივრცე. ასეთ იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე უნდა დაგემშვიდობოთ.